მოგესალმებით. კვლავ შინაურულის მარტივი რეცეპტების არხიდან. დღეს მოგიტანეთ კარტოფილიანი ღვეზელები, რომელსაც ბავშვობიდან პერაშკებს ვეძახით. მაშასე შინაურულზე შეგიძლიათ ნახოთ სხვა ღვეზელების მარტივი რეცეპტებიც სპეციალურ ალბომში ღვეზელები. პირველ რიგში მოვამზადოთ ცომი. 300 მლ თბილ წყალში გავხსნათ 1 ჩაის კოვზი მარილი და 1 ჩაის კოვზი საფუარი, რომელსაც შემდეგ დავამატოთ 500 გრამი ფქვილი და დავიწყოთ ცომის მოზელვა. როცა ფქვილი და სხვა ინგრედიენტები კარგად შეერევა ერთმანეთში, დავასხათ 3 სუფრის კოვზი ზეთი და კარგად შევაზილოთ ცომს ზეთი ბოლომდე, ხოლო შემდეგ დავდგათ ამოსაფუებლად. ცომი მალევე ამოფუვდება და ეს ამოფუებული ჩვენი ცომი გადავიტანოთ ქვილ-მოყრილ მაგიდაზე. ქვილ-მოყრილ მაგიდაზე კი ცომი კარგად დავამუშავოთ, ხოლო შემდეგ კი დავყოთ სასურველ ზომის ცომის გუნდებად და გავაჩეროთ 10 წუთის განმავლობაში. მოვამზადოთ კარტოფილის პიურე. 500 გრამი კარტოფილი მოვხარშოთ, დავსრისოთ ან გავატაროთ ხორცსაგებ მანქანაში და შემდეგ კი დავუმატოთ ზეთში მოშუშული ხახვი და კამა. შეგიძლიათ მწვანილი არც დაამატოთ, ეს თქვენს სურვილზეა დამოკიდებული. მე თუმცა ძალიან მიყვარს კამიანი კარტოფილის პიურე. შავი პილპილიც აქვე დავამატოთ და მარილი გემოვნებით. ასეთი სქელი პიურე უნდა გამოგვივიდეს. ხოლო შემდეგ ოდნავ გავაბრტყელოთ ცომის გუნდა და ზედ მოვათავსოთ 2 სუფრის კოვზი კარტოფილის პიურე. შევუკრათ ასე თავი და ოდნავ გავაბრტყელოთ და გავაჩეროთ 10 წუთის განმავლობაში. ჩვენი უკვე მომზადებული კარტოფილიანი ღვეზელები ბლომად ზეთში შევწვათ ტაფაზე ორივე მხარეს და შემდეგ გემრიელად მივithვათ. განსაკუთრებულად მიყვარს ასეთი კარტოფილიანი ღვეზელები, როგორც ცხელი, ისევე ცივი. შინაურულზე არის უამრავი მარტივი ღვეზელის რეცეპტი, როგორც ტკბილი, ისე ჩვეულებრივი. ამიტომ აუცილებლად ესტუმრეთ შინაურულის არხზე სხვადასხვა თემატიკის ალბომებს, რომელშიც უამრავ მარტივ რეცეპტს იხილავთ. დღეს ამით გემშვიდობებით, გამოიწერეთ შინაურულის არხი, რომ ნახოთ ყველა მარტივი რეცეპტი.